კიდევ ერთი დოკუმენტი ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ. ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი კონგრესის ქვედა პალატამ დაჩქარებული პროცედურით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო. საკანონმდებლო ინიციატივა სახელწოდებით კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი ახლა სენატს გადაეცემა კენჭისყრისთვის. ზედა პალატაში მხარდაჭერის შემთხვევაში კანონპროექტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს სადაზვერვო და თავდაცვის უწყებებთან ერთად დაავალებს 180 დღეში მოამზადოს გასაიდუმლოებული ანგარიში საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევისა და მათ შორის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. ამასთანავე დოკუმენტი ვაშინგტონს დააკისრებს ვალდებულებას შეიმუშაოს საქართველოსთან ურთიერთობების 5-წლიანი სტრატეგია, რომელმაც უნდა შეაფასოს ქვეყნის შიდა პოლიტიკური გარემო და პირდაპირ განსაზღვროს. უნდა გააგრძელოს თუ არა ამერიკამ ქართული ოცნების მთავრობასთან პარტნიორობაში ინვესტიციების ჩადება. ამასთან სტრატეგიამ უნდა დაადგინოს, უნდა დარჩეს თუ არა ქვეყანა ამერიკის დახმარების ერთ-ერთ უმსხვილეს მიმღებად იმ ფონზე, როდესაც თბილისიდან ანტიამერიკული პროპაგანდა ისმის. დოკუმენტის წარმომადგენელთა პალატაში განხილვისას კანონმდებლებმა თქვეს, რომ აქტი მიმართულია არა ქართველი ხალხის, არამედ ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული კურსის წინააღმდეგ. ნატალი ჯახუტაშვილი აგრძელებს ამ თემაზე საუბარს, მან მოისმინა შეფასებებიც. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში უკვე დამტკიცებულია საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის მზარდი გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი. ამ აქტს ჰქვია კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი და საინტერესო არის ის, რომ ამ დოკუმენტმა მოიპოვა ორპარტიული მხარდაჭერა. მას მხარი დაუჭირეს როგორც რესპუბლიკელებმა, ასევე დემოკრატებმა. ამის შემდეგ უკვე ზედა პალატამ უნდა იმსჯელოს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში თუ საბოლოოდ იქნება ეს კანონპროექტი დამტკიცებული სენატში, ამის მერე უკვე 180 დღის განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტს თავდაცვისა და დაზვერვის სამსახურებს დაევალებათ გასაიდუმლოებული ანგარიშის გამოქვეყნება საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ჩინეთისა და რუსეთის დაზვერვის სამსახურების შეღწევას და შესაძლო თანამშრომლობას და ამ გასაიდუმლოებული ანგარიშის გარდა ასევე სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალება, რომ მოამზადოს ღრმა და ყოვლისმომცველი დოკუმენტი საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იქნება იმაზე, თუ მომდევნო 5 წლის განმავლობაში რა სახის ურთიერთობა ჩამოყალიბდება ამ ორ ქვეყანას შორის და ასევე იმაზეც იქნება ყურადღება გამახვილებული, თუ რა სახის ინვესტიციები უნდა დააბანდოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ტერიტორიაზე. თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ახლა რა ხდებოდა სულ რამდენიმე საათის წინ შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატაში. ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმი ქართველი ხალხის სურვილებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ ქვეყნის ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე გაყიდვის პროცესშია. საქართველოში არჩევნები გაყალბდა, ამასთან ისინი ავრცელებენ ანტიამერიკულ პროპაგანდასა და მუდმივად შეურაცხყოფას აყენებენ პრეზიდენტ ტრამპს, მას დიპ სტეიტის აგენტობაში სდევენ ბრალს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურავიშვილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დაფასებული სტუმარი იყო და ყოველდღიურად თბილისში დემონსტრაციებია, სადაც ხალხს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის პოსტერები დააქვს და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პრეზიდენტი ტრამპისადმი სიყვარულს გამოხატავენ. ქართული ოცნების მარიონეტულმა პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას ჩვენ სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ტყუილების თქმაში დასდო ბრალი, ამ გარიყული რეჟიმის საქციელი საფრთხეს უქმნის ყოველივე იმას, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა სამხრეთ კავკასიაში მიაღწია და ეს უნდა შეიცვალოს. ქართული ოცნების კოშმარის რეჟიმმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით უნდა მიატოვოს ანტიამერიკული კურსი, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების გარემო, გააუქმოს დრაკონული კანონები, რომლებიც ამერიკულ ბიზნესს აღჭობს და დაასრულოს სიტყვის თავისუფლების დევნა. ეს კანონპროექტი საქართველოს მთავრობის ცილის წამებისკენ კი არ არის მიმართული, არამედ იმისთვის, რომ საქართველოს ხალხს, რომ შეერთებული შტატები რჩება ერთგული მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მადლობას ვუხდით ჩემს მეგობარ კონგრესმენ ჯო ვილსონს ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, რომ კოლეგები შემომიერთდებიან ამ კანონპროექტის მხარდაჭერაში.
დროა შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ წინ წაიწიონ, თუმცა ამისთვის საჭიროა სიცხადე იმის შესახებ, თუ რა ხდება მათ ქვეყანაში კულისებს მიღმა და ასევე პასუხისმგებლიანი სტრატეგია მომავალი ჩართულობისთვის. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს, რომ უკეთ იყოს ინფორმირებული შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს შესახებ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვედა პალატაში მიღებული კანონპროექტი საქართველოს შესახებ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი დაინტერესებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით. ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღების მიღმა არ ტოვებს საქართველოს და რაც მთავარია, ძალიან კარგად აცნობიერებს თუ რა კურსი და რა პოლიტიკა აქვს დღეს ქართულ ოცნებას. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ურთიერთობების ნორმალიზება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, როგორ იზრდება რუსული, ჩინური, ირანული გავლენები საქართველოში, ანუ ურთიერთობები ღრმავდება იმ ქვეყნებთან, რომლებიც მიჩნეულია შეერთებული შტატების მხრიდან მეტოქეებად და მტრებად. რაც შეეხება ქართული ოცნების პოზიციას, სულ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი ჰქონდა ოცნების მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრს და ირაკლი ყობახიძემ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასცინა ერთ-ერთ ამერიკელ კანონმდებელს ჯო ვილსონს, მას არასერიოზული უწოდა, თუმცა ამის პარალელურად ჩინეთთან დაკავშირებით თქვა ისიც, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავა საქართველოსა და ჩინეთს შორის. ჯო ვილსონი არის სრულიად არასერიოზული კაცი ყველა თვალსაზრისით და არ ვიცი, მე მგონი არავინ აღიქოს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში. ახლა გადავდივართ უკვე ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის ყოვლისმოცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოგვიტანს ბუნებრივია ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი. ამერიკას აქვს ძირითადად სტრატეგიული ინტერესები, რომელიც არ შეცვლილა. ეს თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გადარჩენისთვის, ისე როგორც მომავალი ძირითადად განვითარების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. სენატში გასვლის შანსები მე მგონი ამჯერად უფრო მაღალია, იმიტომ რომ ის ერთი ადამიანი, რომელიც ბლოკავდა წინაზე მეგობარი აქვს, ის აღარ არის სენატში. ამერიკის მხრიდან პოზიცია არ შეცვლილა, საუბარი არის იმაზე, რომ კონკრეტულად ეუბნებიან რა არის გასაკეთებელი და აქედან არაფერს არ აკეთებს. აქედან არის ცდილობა უბრალოდ რომ ამენად მიაღწიონ, რომ რუბიოს ვიღაცამ ჩამოართოს ხელი, რომ ესე გაყიდონ ვითომ დაალაგეს ამერიკასთან ურთიერთობა. არანაირი დაალაგება არ მოხდება. ამას ექნება მწვანე შუქი, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო მხარდაჭერა. იმ პირობებში, როცა მეგობარი აქტი შეყოვნებულია, რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები, რაც იყო მეგობარ აქტში, ის გადანაწილდა სწორედ ამ კანონპროექტში და ასევე თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც უკვე მიღებულია და საქართველოს საკითხი იქ არის ასახული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობის სურვილი არის ძალიან მაღალი, ოღონდ სამწუხაროა, რომ ამას არ ხვდება საქართველოში შიგნით ადეკვატური პოლიტიკა ქართული ოცნების. თავარი არის ის რეალობა, რის გამოც ამის მიღება ხდება. ეს რეალობაა ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო. ჩვენ ყავს რეჟიმი, რომელიც საქართველოს და დასავლეთის ამერიკის მტრებს ქვეყანაში აძლიერებს. ამ მტრების მოკავშირეებს, მათ ქსელს. ესე უნდა დავსვათ საკითხი, ანუ საქმე ისე კი არ დგას, რომ ამერიკას რაღაც არ მოწონს და ამიტომ ეს ცუდი. თავისთავად ესეც ცალკე აღებულიც დიდი პრობლემაა თუ და რახან გვჭირდება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ინტერესებისთვის. მაგრამ ის რაზეც ამერიკა წუხს, არის პირველ რიგში ჩვენთვის სრული თანხმედრა ამ შემთხვევაში. ანუ რომელი აი რიტორიკული კითხვა დავსვათ, რა რეჟიმი უნდა იყოს, აი როგორ უნდა დავახსენოთ რეჟიმი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მის მიმართ არალოიალურ და სხვა ქვეყნის მიმართ ლოიალურს და სხვა ქვეყნის ლიდერების მიმართ ლოიალურ ჯგუფებზე მათ ქსელს ახალისებს და უშვებს. ამ ახალი აქტის პარალელურად ასევე რამდენიმე კვირის წინ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შევიდა შესწორებები საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც ასევე საუბარია რუსეთისა და ჩინეთის მზარდ გავლენებზე საქართველოს ტერიტორიაზე. პარალელურად კონგრესის მაგიდაზე ისევ დევს მეგობარი აქტი, ქართველი ხალხის მხარდამჭერი კანონპროექტი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, სენატში უნდა იგზავნოს ახლა ეს კანონპროექტი და საბოლოოდ ვნახავთ თუ იქნება დოკუმენტი დამტკიცებული. ამის შემდეგ უკვე სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალება გასაიდუმლოებული ანგარიშის გამოქვეყნება და შემუშავება.